მე რამდენჯერმე უთხარი მამია სანამ ეს მოხდება ჩემი დომენი დამიბრუნე ჩემთან იყოს პრესაჯი ანუ რეალურად ინტერნეტ გამოცემა რა არის ეს არის დომენი ეს არის ბრენდი ეს არის რეპუტაცია სხვა არაფერი არ არის და ეს არის ადამიანები რომლებიც იქ მუშაობენ დღეს ხვალ და ისე მოხდა რომ გადაეცა კავკასიის ონლაინი ამას მიყვა ის საიტები რომლებიც ჩამოთვალე ამას მიყვა ITVG რომელიც ჩვენ ავაწყეთ ნოლიდან მაგრამ კავკასიის ონლაინის საკუთრება იყო ყველანაირი და ამას მიყვა პრესაჯის დომენიც რომელიც იყო ჩემი უკვე შემდეგ გავიგე რომ იქიდან მოთხოვნა იყო ნაციონალური მოძრაობა დავარქვათ თუ ის ჯგუფი დავარქვათ რომელიც სამხრივ მუშაობდა ამ შემთხვევაში მოთხოვნა იყო რომ პრესაჯე მე არ უნდა დამბრუნებოდა და პრესაჯე უნდა წასულიყო მათკენ ესეც მოხდა საბოლოოდ დამთავრდა 2010 წლის 19 დეკემბერს ჩვენ საბოლოოდ დავტოვეთ პრესაჯე ბოლო სტატია გამოვაქვეყნეთ სტატიის სახელწოდება სათაური მახსოვს მე პრესაჯის გამოქვაბულის ადამიანები დაეპატრონნენ მართლაც გამოქვაბულის ადამიანები იყვნენ ვინც დაეპატრონნენ გადაეცა არის ესეთი პიროვნება გიორგი კაპანაძე რომელიც დღეს არის ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს წევრი გადაეცა მას და ამის შემდეგ ჩვენ რა თქმა უნდა რამდენიმე დღეში ბრიფინგი გავაკეთეთ რომ ეს საზოგადოებისთვის გვეცნობებინა და მან პატარა თავგადასავალიც ჰქონდა ყველა მოარი გითხრა რომ ბრიფინგებისთვის დაეთმოთ ჩვენთვის სივრცე მხოლოდ ერთი დატა ხვდა და იმანაც $300 მოგთხოვა 1 საათში კოლეგებს აი ვინც უარი გითხრა და ვინც თანხა მოგთხოვა ყველანი არიან ეგეთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმომწერები როგორც არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტია